მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტს ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემებზე. დღეს ჩვენი ვიდეო ეპიზოდის თემა გახლავთ უნიშნულოვანის და უსერიოზულესი, ეს არის გული. გული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, როგორც იცით ჩვენი ორგანიზმის, მსოფლიო ჯარდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვითაც კი ძალიან ბევრი დაავადება, მათ შორის ისეთი დაავადებები, რომლებიც საბოლოოდ ლეტალურად მთავრდება, გულსისხლის ძარღვთა პათოლოგიების შედეგად არის გამოწვეული. ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჩვენს გულს, უნდა დავაკვირდეთ რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს, რა სიმპტომების შემთხვევაში სასურველია გავიკეთოთ სკრინინგული კვლევები. ასევე ჩვენი ცხოვრების წესი როგორ მოქმედებს ჩვენი გულის მუშაობაზე და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გავიხანგრძლივოთ გულის ჯანმრთელობა. ამ ყველაფერზე სასაუბრობთ, ჩვენ დღეს გვყავს ძალიან კომპეტენტური სტუმარი, ამ საკითხებზე სასაუბრად და სხვა კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე სასაუბროთ. ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი, კარდიოლოგიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი ანე ჯაბაური, რომელიც ჩვენს კითხვებს ამომწორვად უპასუხებს და ძალიან საინტერესო საუბარს ველოდებით მასთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო ანა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან და დიდი მადლობა თქვენი დათმობილი დროისთვის ჩვენი მსმენელის, რომელიც ჩვენი მსმენელისთვის გაიღეთ თქვენს დატვირთულ გრაფიკში. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, თქვენ პოდკასტებს ვუყურებთ, არის ყოველთვის ძალიან საინტერესო, ამიტომ ჩემთვისაც დიდი პატივია თქვენ პოდკასტში მონაწილეობის მიღება. ერთ რამეს დავამატებ კიდე, რაც თქვენ შესავალში მოახსენეთ მაყურებელს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემაა, გულსიზარდთა სისტემა, მართლაც მისი ბევრი დაავადება სამწუხაროდ ლეტალობით მთავრდება, არც თუ ისე იშვიათად დავამატებ. ერთს რომ ყველა ეპოქაში, ყველა საუკუნეში, ყველა გეოპოლიტიკური თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად კარდიოვასკულური, ანუ იგივე გულსიზარდთა სისტემის დაავადებები პირველ ადგილზეა ლეტალობისა და ავადობის მიხედვით. ყოველთვის ეს არის განვითარებული ქვეყანა თუ განვითარებადი ქვეყანა, სტატისტიკა არჩება უცვლელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ასეა, იმიტომ რომ როგორც თავში ვთქვი, უმნიშვნელოვანესი ორგანო და ორგანოთა სისტემაა და მათი პათოლოგიები სამწუხაროდ უხშირესად როგორც ბრძანეთ ლეტალურად მთავრდება, ამიტომ ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, რას მიაქცია ყურადღება, როგორ დაიცვან თავი მსგავსი გართულებებისგან და როგორ გაიხანგრძლივონ გულის ჯანმრთელობა. დავიწყოთ საუბარი. როგორ შევამჩნიოთ გულის დაავადების პირველი ნიშნები? პირველი ნიშნები კლასიკურად უნდა შევამჩნიოთ აი ასე. თუ ადამიანს აქვს ტკივილი გულმკერდის არეში და ეს გულმკერდის არე შეიძლება მოიცავდეს ეპიგასტრიუმიდან, ანუ მუცლის ზედა ნაწილიდან, ჭიბის ზედა მხრიდან დაწყებული, დამთავრებული ქვედა ყბის კბილებით, ნებისმიერ ადგილზე, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება აღმოცენდეს ტკივილი და გადაეცეს აღნიშნულ ლოკაციებში. ეს უხშირესად არის მკერდის ძვლის უკან, მაგრამ არის მარცხნივაც, მკერდის ძვლის მარცხნივ, მარჯვნივ, ქვემოთ ეპიგასტრიუმის არეში გადაეცემა. ორივე ზედა კიდურში, არათითსა და ნეკათითში, შეიძლება ორივე ზედა კიდურისა, ასევე კისერში, ბეწრში, ქვედა ყბაში და როგორც აღნიშნე, კბილებშიც კი. აი ნებისმიერი ტკივილი ამ ლოკაციაზე, მაგრამ როდესაც ტკივილი არის განსაკუთრებით მოვლითი ხასიათის და რამდენიმე წუთს მოიცავს, მოვაკ, რამდენიმე წუთი შეიძლება 1 წუთი, შეიძლება 5 წუთი გაჩერდეს და გადაივლის, განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება და კიდევ უფრო განსაკუთრებით თუ ეს ტკივილი დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ასევე მნიშვნელოვანია განგრძობითი ხასიათის გულის ფრიალი და ეგრეთ წოდებული ამოვარდნები, როგორც პაციენტები უწოდებენ, რომ აი თქოს გული ამომივარდა. თუ ამას ხშირი ხასიათი აქვს და განგრძობითი ხასიათი აქვს, ესეც ყურადღება მისაქცევია. მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად სისუსტე და დაღლილობა, თავბრუსხვეები, ასევე სინკოპე, ანუ გრძნობის დაკარგვის ეპიზოდი. ეს არის ის კლასიკური ნიშნები, როდესაც აუცილებლად პაციენტმა კარდიოლოგს უნდა მიმართოს, მაგრამ ერთს დავამატებ კიდე, რომ სამწუხაროდ გულსიზარდთა სისტემა თითქმის ერთადერთი სისტემა, რომელიც
უეცარ კატასტროფებს იწვევს და ხანდახან მისი დაავადების პირველი გამოვლინება ფატალურად თავდება. ამიტომ აქვე მინდა ჩვენს მაყურებელს მიმართო, რომ საპრევენციო და პროფილაქტიკური კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე გულსისხმთა სისტემის დაავადებებს ეხება. დიდი მადლობა პასუხისთვის. ნაწილობრივ თქვენ გაიცით ჩემს მომდევნო კითხვას პასუხი, მაგრამ ცოტა კიდევ მეტი მინდა რომ ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ პრევენციას რაც შეეხება. ზოგადად თანამედროვე მედიცინა პრევენციაზე არის გადასული და უპირატესობას ანიჭებენ პრევენციულ მეთოდებს და ცდილობენ რომ რთული შემთხვევები ამ საშუალებით გამორიცხონ, ასე ვთქვათ. გულსისხმთა დაავადებებს რაც შეიძლება, როგორ შეგვიძლია ამ დაავადებების პრევენცია, რაიმე სკრინინგული კვლევები არსებობს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩავიტაროთ თუ რას გულისხმობს ეს პრევენცია გულსისხმთა დაავადებების შემთხვევაში? დიახ, პრევენცია, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესს გულისხმობს, რისკ ფაქტორების მოდიფიცირებას, ან რისკ ფაქტორების აღმოფხვრას და რა თქმა უნდა, სკრინინგულ კვლევებს. იცით რა, აი ესეთი ცალსახა პასუხი რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიკეთოს ადამიანმა სკრინინგული კვლევა არ არსებობს, რადგან ეს ისეთი კითხვაა, როდესაც პასუხია გააჩნია რა შემთხვევაში. თუ ადამიანი არა აბსოლუტურად ჯანმრთელი, აქვს მას კარგი გენეტიკა, გულსისხმთა სისტემის დაავადებათა მხრივ კი დატვირთული არ არის და აქვს შესანიშნავი ცხოვრების წესი, მაშინ ასაკითაც დიდი არ არის, მაშინ 2-3 წელიწადში ერთხელ სკრინინგის ჩატარება აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა დამეთანხმებით, რომ ასე იდეალურად საქმე ხშირად არ არის. როდესაც ასაკობრივი ჯგუფი იზრდება წლოვანების მიხედვით, რა თქმა უნდა, კვლევები უნდა ჩატარდეს ჯანმრთელობის პირობებშიც კი, მათ შორის, როდესაც მამაკაცი 40 წელს გადააბიჯებს და ქალბატონი 50 წელს, წელიწადში ერთხელ მაინც სკრინინგული კვლევები. თუ თქვათ, პაციენტს აქვს ძალიან დატვირთული გენეტიკა ან რაიმე ქრონიკული დაავადება, სიტუაციის მიხედვით სკრინინგული კვლევები შეიძლება 2 წელიწადში 1-დან დაწყებული წელიწადში 2-ჯერ გავაკეთოთ. და თუ დაავადებულია პაციენტი, მაშინ გააჩნია ასევე შემთხვევას, რამდენად მძიმეა მისი გულსისხმთა დაავადება, ხანდახან 1 თვეში ვივარებთ პაციენტს, ხანდახან 3 თვეში და ხანდახან წელიწადში 2-ჯერ საკმარისია. გასაგებია. აქვე მინდა ჩაგკითხოთ, რას მოიცავს ეს სკრინინგული კვლევები, რა გამოკვლევებს უნდა ელოდეს პაციენტი კლინიკაში, როდესაც მიდის ამ მოთხოვნით, ასე ვთქვათ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუტინული კვლევა, ეს არის ელექტროკარდიოგრამა, რომელსაც ვატარებთ და რომელიც არის ინფორმატიული ხშირად, თუმცა არა ყოველთვის. ამას ემატება გულის ულტრასონოგრაფია, რომელიც ანატომიურად გვაჩვენებს, ხომ არა აქვს გულს, რაიმე მანკი, ან რაიმე ანატომიური გადაცდომა, ან გადატანილი ინფარქტი, ან კარდიომიოპათია ნებისმიერი ანატომიური დაზიანება ხომ არა აქვს გულს. და ეს არის რუტინული კვლევები. მე იმის მიხედვით გამოვლინდება თუ არა რამე ამ კვლევებზე და არა მარტო ამის მიხედვით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, რადგან აქვე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ხანდახან არსებობს შემთხვევები, როდესაც ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები არ არის, არც ულტრასონოგრაფიით არ არის ცვლილებები. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ვაგზავნით ხანდახან დატვირთვის ტესტზე ტრედმილით და იქაც არ გვაქვს ცვლილებები, მაგრამ პაციენტს აქვს გულისისხმიური დაავადება, ანუ არტერიები, კორონარული არტერიების შევიწროება. დიახ, ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა კარდიოლოგთან ვიზიტს და კარგად აღებულ ანამნეზს ენიჭება. მე მქონია ესეთი შემთხვევა, რომ პაციენტს აბსოლუტურად ყველა კვლევა ჰქონდა პათოლოგიური ნიშნების გამოვლენის გარეშე და ეს პაციენტი მე გამიშვია მაინც ანგიოგრაფიაზე, ეგრეთ წოდებულ კორონაროგრაფიაზე და გამოვლენილა, რომ მას აორტოკორონარული შრომტირება ქონდა გასაკეთებელი ან სტენტირება. კი ბატონო, გასაგებია, უმნიშვნელოვანესია ამ კვლევებთან ერთად ექიმის კონსულტაცია, ანამნეზის სწორი შეკრება და შემდგომ უკვე ძირიფესვიანი შეკრება ანამნეზის და სწორად დიაგნოსტირება და გათვლა რისკების, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა პასუხისთვის. აქვე მინდა გკითხოთ, ჩვენ მსმენელი ხშირად კითხულობს დატვირთვის ტესტთან დაკავშირებით. ხშირად ინიშნება კარდიოლოგიაში ეს ტესტი და პაციენტებისთვის ბევრისთვის გაუგებარია, რატომ ხდება, რაზე მიგვანიშნებს, რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ტესტის შედეგებით და ასე შემდეგ. ორი სიტყვით თუ შეგვიძლია რომ ვუთხრათ, რა ტესტია ეს და რაში გვეხმარება რის დიაგნოსტირებაში. დიახ.
არის ეს შემთხვევები, როდესაც ეს კვლევა რუტინულად უნდა ჩატარდეს მაგალითად სპორტსმენებში, თუნდაც ახალგაზრდებში პროფილაქტიკურად, თუ რამდენად არიან ისინი ტოლერანტულნი ფიზიკური დატვირთვის მიმართ, მაგრამ პაციენტებში ეს კვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი უჩივის გულმკერდის არეში ტკივილს ან ჰაერის უკმარისობას, რომელიც ხანდახან შეიძლება იყოს სტენოკარდიული ტკივილის ექვივალენტი, მაგრამ არც ელექტროკარდიოგრამაზე და არც გულის ულტრასონოგრაფიაზე ცვლილებები არ ჩანს. აი ამ შემთხვევაში ვაგზავნით დატვირთვის ტესტზე, რომელიც არის გათვლილი რაზე. პაციენტს ვაძლევთ დატვირთვის საკმაოდ დიდ პორციას, გარკვეულ ნიშნულამდე ვახშირებთ მისი გულისცემას, როდესაც გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება. თუ პაციენტს გულის მკვებავის სიზარღვების, ანუ კორონარების შევიწროება აქვს, როგორც წესი 80%-ში კლასიკურად უნდა გამოვლინდეს იგი ისქემიური პროცესი კარდიოგრამაზე, რაც არ ჩანს მოსვენებით კარდიოგრამაზე, მაგრამ არსებობს 20%, რომელიც ასევე შეიძლება არს ტრედმილზე არ გამოჩნდეს, ამიტომ კიდევ ვიმეორებ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიერ ტკივილის სწორად შეფასებია. გასაგებია, დიდი მადლობა. ახლა თქვით და თავში თქვით ხარით თქვენ ტკივილის შესახებ როგორც სიმპტომის. მინდა გკითხოთ, ყველა შემთხვევაში არის ეს ტკივილი გამოვლენილი გულის პრობლემების. მაშინაც აღნიშნე ეს არის კლასიკურად. კლასიკურად ეს არის ტიპიური გამოვლენა გულის ტკივილის, შეიძლება იყოს ეს დისკომფორტი, როგორც არის ეწოლა, წვა, მოჭერა და გენდერული ნიშნით ბოდიში შეგაწყვეტინებთ აქვე გკითხავთ და ერთად რომ მიპასუხოთ არის რამე გენდერული ნიშნით განსხვავება ჩივილებში კითხვა გეტყვით ჩივილებში ზოგადად დაავადებაში განსხვავება გეტყვით ჩივილებში კლასიკურად განსხვავება არ არის ერთ სვიტყვი მარტო დავამატებთ ჩივილებს რომ ხანდახან არ არის საერთოდ ტკივილი განსაკუთრებით ეს ხანდაზმულ დიაბეტიან პაციენტებს ეხება რომ საერთოდ არ აქვს ტკივილი და პირველი ნიშნები ვლინდება ან უეცარი გრძნობის კარგვით ან უბრალოდ ადამიანი თავს გრძნობს შეუძლოდ უფრო შედარებით სისუსტე აქვს მაგრამ არავითარი ტკივილი და შემდეგ ან პირდაპირ ფატალურად მთავრდება სამწუხაროდ ან როდესაც მიდის კარდიოლოგთან პოსტფაქტუმ დგინდება რომ მან გადაიტანა ინფარქტი ისე რომ არ იცოდა ანუ ატიპური შემთხვევებია როდესაც ტკივილი საერთოდ არ არის ან ტკივილის ეკვივალენტი სტენოკარდიული ტკივილის ეკვივალენტი არის ჰაერის უკმარისობის ეპიზოდები. ხან ეს არითმიით ვლინდება, უბრალოდ არითმია აქვს ადამიანს და სწორედ იმიტომ რომ ისემიას განიცდის გულის კუნთი, მაგრამ არ არის ტკივილი. რაც შეეხება ქალებს და მამაკაცებს შორის რა განსხვავება? ქალებს და მამაკაცებს შორის განსხვავება პირველ რიგში არის სტატისტიკაში. და მინდა გითხრათ რომ მამაკაცების სტატისტიკა უფრო სავალალოა ვიდრე ქალების და რის ხარჯზე ამასაც გეტყვით ახლა. 50 წლამდე დაახლოებით ქალბატონებში სტატისტიკა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მხრივ, განსაკუთრებით კატასტროფების მხრივ, როგორც არის მიოკარდიუმის ინფარქტი, თქვათ, ინსულტი, 5 ჯერ ნაკლებია ვიდრე მამაკაცებში. თითქოს ბუნება ზრუნავს ქალბატონებზე, სანამ მათ რეპროდუქციული ასაკი აქვს და შეუძლია ახალი თაობის მოცემა, მაგრამ როგორც კი ეს ასაკი გაუვლის და მენოპაუზით გაზარდება, ბუნება ხელს იღებს ქალბატონების დაცვაზე და მისი სტატისტიკა ზუსტად უთოლდება მამაკაცების სტატისტიკას. მაგრამ საერთო ჯამში სტატისტიკა მამაკაცების უფრო მეტი გამოდის, იმიტომ რომ 50 წლამდე მამაკაცებს გაცილებით მეტი აქვს. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით გაახალგაზრდავდა კიდევაც ეს დაავადება ზოგადად ან ჩამოიწია ასაკმა სამწუხაროდ ჩამოიწია ასაკმა და ახალგაზრდა ასაკშიც ხდება ხშირად და რაც ძალიან ცუდია ის ზოგადად მე მგონი ყველა დაავადება გაახალგაზრდავდა რაც დაკავშირებულია სტრესულ ცხოვრებასთან ჰაერის დაბინძურებასთან ბოლო წლებია რისკ ფაქტორებში გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკ ფაქტორებში უკვე მნიშვნელოვან ადგილს ჰაერის დაბინძურება იკავებს ბოლო კვლევებმა დაადასტურა რაც ჩვენთან საკმაოდ აღარ ნიშნულზეა სამწუხაროდ დიდ ქალაქებში ზოგადად და ჩვენთანაც მათ შორის კი ბატონო დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პასუხი იყო მადლობა კიდევ ერთხელ რადგან ახსენეთ მინდა ვთქვათ არითმიებთან დაკავშირებით რამდენად საშიში არის ზოგადად არითმია
არითმია გამოვარდნებს ეძახიან ჩვენს პოპულაციაში ეს პოპულარულ გამოვარდნებს ძირთად ექსტრასისტოლებს. ეს ექსტრასისტოლი ეს რომელსაც გრძნობს ადამიანი შეიძლება არ გრძნობდეს. შეიძლება არ ძალიან გრძნობდეს ინდივიდუალურია. მე მყოლია პაციენტი რომელსაც დღეღამეში 20,000 ექსტრასისტოლა ქონია და ვერ გრძნობ ამბობდა და ყოფილა შემთხვევა როდესაც სულ 12 ექსტრასისტოლა ქონდა ჰოლტერის აპარატი დავკიდეთ 24 საათიანი 24 საათში ქონდა 12 და თქვა რომ 12 ჯერ კვდებოდი კინაღამ გული გამიჩერდა ძალიან ეს ინდივიდუალური აღქმა ამ არითმისაც მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ არსებობს არითმიები რომელსაც მკურნალობაც არ უნდა არაფერი არ უნდა შეიძლება რაღაც ცხოვრების წესის გამოსწორებით დამთავრდეს ან იმდენად მცირე რიცხოვანია და ერთეული ექსტრასისტოლებით შემოიფარგლება რომ წამლის დანიშვნას მედიკამენტოზური თერაპიასაც არ აქვს ამ შემთხვევაში არც მნიშვნელობა და არც საჭიროება მაგრამ არსებობს არითმიები, რომელმაც შეიძლება უეცარი სიკვდილის გამოიწვიოს. არსებობს საყურადღებო, არსებობს სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიები და არსებობს არითმიები, რომლებსაც მკურნალობაც არ უნდა გააჩნია რა შემთხვევაში. გასაგებია, აი სწორედ ამიტომ ამ პასუხიდან გამომდინარე ჩვენს მენელს მინდა მივმართო, რომ აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, ნუ დაიწყებთ თავად დიფერენცირებას საშიშია თუ არა ესა თუ ის სიმპტომი გულსისხლთა დაავადებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც თქვით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემაა და სამწუხარო შედეგებამდე მივდივართ და აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. და ერთადერთი სისტემა, რომელმაც მოწმენდილ ცაზე ავადმყოფმა რომ არც იცის რომ დაავადება სჭირს რამე, უეცარი კატასტროფა გამოიწვიოს. ძალიან ცუდი. აქვე მინდა გკითხოთ, ნაწილობრივ თქვენ შეეხეთ და ჩვენი ცხოვრების სტილი, კვების რეჟიმი ასევე სტრესი როგორ მოქმედებს, რამდენად მოქმედებს და როგორ მოქმედებს, თუ მოქმედებს ჩვენს გულსისხლთა სისტემაზე. აი რომ პაციენტებმა რომ უბრალოდ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა რომ გაიგოს თუ როგორ მოქმედებს, მე ჩამოვთვლი მოკლედ ახლა რისკ ფაქტორებს, რომელიც მართლაც რისკის ქვეშ გვაყენებს გულსისხლთა სისტემის დაავადებების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. დავყოფ აი ამ ზოგადად იყოფა ეს რისკ ფაქტორები ორ ნაწილად მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი ანუ ისეთი რომლებიც შეგვიძლია ჩვენ ხელშია მათი მართვა და შევცვალოთ და რომელსაც ვერაფერს ვერ მოუხერხებთ არამოდიფიცირებადია მაგალითად სქესი როგორც აღვნიშნეთ ასაკი რომელსაც ვერაფერს ვერ მოუხერხებთ გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით თუ უეცარი კატასტროფები მამას ჰქონდა 65 წლამდე ასაკში აღნიშნა ხოლო დედას 60 წლამდე ეს ითვლება საკმაოდ დატვირთულ გენეტიკად. და ნუ შეიძლება რასა იყოს კიდე არსებობს რასები, სადაც უფრო მეტად არის გამოხატული, ამას ცხადია ვერაფერს მოუხერხებთ, მაგრამ დანარჩენი დიდი ნაწილი რისკ ფაქტორებისა არის აბსოლუტურად მართვადი და ჩვენს ხელში. ეს არის მოძრაობა, ეს არის ჭარბი წონა, ეს არის თამბაქო, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება. ნარკოტიკები რა თქმა უნდა, ეს არის ხოლესტერინის მაღალი დონე, რომელიც შეგვიძლია ვმართოთ, ეს არის არტერიული წნევის მაღალი ციფრები, რომელიც შეგვიძლია ვმართოთ, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, რომელიც შეგვიძლია ვმართოთ და სტრესი. მე ვიტყოდი, რომ სტრესიც მართვადია, იმიტომ რომ სტრესი არ არის პრობლემა, სტრესი არის ჩვენი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ და არა პრობლემა. ასეთ შემთხვევაში ორი გზა გვაქვს. ერთი, ყველაფერი გავაკეთოთ, არ დავიზაროთ იმისთვის, რომ გადავჭრათ პრობლემა და თუ ეს პრობლემა არის გადაუჭრადი, მაშინ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. ამისთვისაც არსებობს მთელი არმია ექიმების, როგორც არის ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, არის მედიკამენტოზური თერაპია, არის რეაბილიტაციები, არც თერაპიიდან დაწყებული, ვარჯიშებით დამთავრებული და ცურვით დამთავრებული, ასე რომ არ არის დამიჯერე თუ საშუალო არაფერი. არტერიული ჰიპერტენზია ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პირველი მიზეზია. ამისი რომლის დიაგნოსტირება თავად პაციენტსაც კი შეუძლია სახლში. და თქვენი სნებართვით უცებ ვეტყვი ახლა როგორ გაიკონტროლოს. კი ბატონო, აუცილებლად. იმიტომ რომ გაზომვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის გაზომვას. რა თქმა უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად მექანიკური აპარატი. ეს არის ყველაზე იოლი გზა პაციენტმა ექიმთან მიმართვის გარეშე არტერიული ჰიპერტენზია მაინც შეიმოწმოს. მექანიკური აპარატით უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში
სიგარეტიც კი არ უნდა კონდეს მოწეული, უნდა იჯდეს მოშვებული, რელაქსირებული, სხვა უნდა უზომავდეს, მისი იდაყვი გულის დონეზე უნდა იყოს და მანჟეტი უნდა მოჭერილი იყოს, არა ძალიან მაგრა და არც ესეთი კომფლოთ, ასე ვთქვათ, ნორმალურად და მანჟეტის კიდე უნდა იყოს დაახლოებით 2 სანტიმეტრი ნახევარით ზემოთ, ვიდრე იდაყვის ფოსოა. ამის შემდეგ ვიზომავთ ნებისმიერ ხელზე. თუ რომელიმე ხელზე უფრო მეტს გვიჩვენებს, იმ ხელს ვირჩევთ. თუ არა და ნებისმიერ ხელზე შეგვიძლია 3-ჯერ ვზომავთ მცირე ინტერვალებით, დაახლოებით 1 წუთიანი, ხანდახან ნახევარი წუთიც შეგვიძლია მოვიპაროთ და ამ 3 გაზომვიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის ჩვენი ნამდვილი წნევა. აი ეს მაინც პაციენტს შეუძლია ყოველგვარი ხარჯის გარეშე გააკეთოს თავად. ძალიან კარგი რჩევა. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, სწორად გაიზომავთ ჩვენი მსმენელი ამის შემდეგ არტერიულ წნევას. არტერიულ წნევაზე რადგან ვისაუბრეთ, აქვე მინდა გკითხოთ, რა ციფრები არის ინდივიდუალურია, როგორც ვიცი, მაგრამ რამდენი მილიმეტრით მომატება ან დაკლება ნიშნავს მაღალ წნევას და დაბალ წნევას, ანუ ჰიპერტენზიას და ჰიპოტენზიას, რა შემთხვევაში ვამბობთ? რამდენით უნდა იყოს ან მომატებული ან დაკლებული? იცით რა, პატარა მერყეობა არის ხოლმე ლიტერატურაშიც ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიტყვი რომ ახალგაზრდებში 120-ის ქვემოთ უნდა იყოს სისტოლური ან ზემოთასაზღვარი და 80-ის ქვემოთ უნდა იყოს. შემდეგ ასაკთან ერთად არ არის ხა სწორი, რომ ასაკთან ერთად შეიძლება მაღალი წნევა ქონდეს. 130, 80, 85-ზეც ნორმად ითვლება. არსებობს შემთხვევები ხანდაზმულებში, ვთქვათ, ინსულტგადატანილებში, დიაბეტიანებში, როდესაც შეგვიძლია არ განვიხილოთ როგორც მაღალი წნევა 140-90-მდე, მაგრამ 140-90-ზე ცუდ და კარგ შორს არის და 140-90-ის ზემოთ ყველა წნევა არის. კი ბატონო, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს როგორც სხვა შემთხვევებში. მე ერთი კითხვა დამჭა თქვენთან, ორსულობასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ ორი სიტყვა. რთულდება თუ არა ამ დროს გულსიცოცხლე დაავადებების ზოგადად ამ პერიოდში რამე განსაკუთრებული მართვა ჭირდება თუ არა, როდესაც არ არის დაავადება, მაინც თუ ჭირდება რამე მართვა ორსულობის პერიოდში ქალბატონებს. იცით რა, არ არის აუცილებელი რომ გამოუვლინდეს მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დატვირთვა ქალის ორგანიზმისთვის, ძირითადად ახალგაზრდა ქალები არიან ხოლმე თემცინეები, ახალგაზრდობის ასაკში რა თქმა უნდა არ არის ძალიან ხშირად ამის გართულება მოსალოდნელი, მაგრამ არის ერთი დაავადება, რომელსაც ეკლამპსია ქვია და დაკავშირებულია გულსიზარდთა სისტემის დაავადებებიდან დაკავშირებულია ჰიპერტონიასთან, რომელიც შეიძლება ასევე ფატალურად დამთავრდეს. ამიტომ თუ ორსული შეამჩნევს, რომ მას წნევა ეწევა მაღლა, ან არითმიას შეამჩნევს, ან ძალიან მზარდი ჰაერის უკმარისობა, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს ცხადია კარდიოლოგს. დიდი მადლობა. მე მინდა შემოგთავაზოთ თუ გნებავთ რომ მიმართოთ ჩვენს მსმენელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელთაც საკმაოდ აქტიური და ასე ვთქვათ სტრესული ცხოვრება აქვთ და ნაკლებად აქცევენ თავის ჯანმრთელობას ყურადღებას. თუ გაქვთ სურვილი რომ მიმართოთ მარტო ახალგაზრდებს? არა, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, იმიტომ რომ რაღაცა არ აქცევენ ყურადღებას. ახალგაზრდები არიან ენერგიით სავსე, ჯანმრთელები, ასე ვთქვათ და შეიძლება რაღაცები გამოეპაროთ და ამიტომ გავამახვილო ყურადღება, თუმცა რა თქმა უნდა ყველას. თუ გაქვთ სურვილი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს ყოველთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდები ჩვენი მომავალია, თუმცა ყველა თაობის წარმომადგენელს მივმართავ და ერთ რჩევას მივცემ და ერთ რამეს ვასწავლი კიდე არამედიკოს პოპულაციას. ზოგადად არსებობს 5 სასიცოცხლო ნიშანი, რომელიც შემოწმება ასევე სახლის პირობებში არის შესაძლებელი. ეს არის არტერიული წნევის ციფრები, ეს არის გულისცემის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე წუთში, ტემპერატურა და სატურაცია. და აი ხშირად არის რომ პაციენტი ვთქვათ, მით უმეტეს ახალგაზრდები, რომელსაც ესეთი კარდიალური ფორმის ნევროზები ახასიათებთ, მით უმეტეს ამ სტრესულ და არაჯანს სიტუაციებში, რომ ირეკავენ ცუდად თუ არა. და ვეუბნები, გაიზომე, ვასწავლი ხოლმე, გაიზომე ეს 5 სასიცოცხლო მონაცემი. თუ ყველა გაქვს ნორმაში, ნუ გეშინია არაფერი არ მოგივა. არც მცირედი გადაცდომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ესეც ჩვენი მაყურებლის
თვის რჩევა, რაც სახში შეუძლიათ ხარჯების გარეშე შეამოწმონ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს უნდა მიმართონ. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვან, თუ უნდათ რომ სიბერე კონდეთ ტკბილი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხება ეს, რადგან ჩვენი მიზანი ექიმების და როგორც პაციენტებისაც, როგორც ექიმებისაც არის ის, რომ ადამიანმა იცოცხლოს დიდხანს და ხარისხიანად, მარტო დიდხანს არა ხარისხიანად და დამიჯერეთ, რომ ამისი მართვა ძალიან ადვილად არის შესაძლებელი, თუ იმეგობრებენ ექიმთან, თავიანთ არჩეულ ექიმთან, რა თქმა უნდა, მათ შორის დობა და ურთიერთგაგება უნდა იყოს. ექიმი მისცემს სათანადო რჩევებს იმისთვის, რომ არ პრევენცია ყოველთვის ჯობია თქვენი თქმის არ იყოს მკურნალობას, ამიტომ პირველ რიგში გამოყოფთ ჯანსაღყვებას, რა საწვავსაც, აი მაგალითად ახალგაზრდა ბიჭებს ასე უხსნი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებში გახშირდა ეს დაავადებები შედარებით, რომ რა საწვავსაც ჩაასხავთ თქვენ მანქანას, ისევე ემსახურება დიდხანს და ხარისხიანად. ჩვენი საწვავი არის ჩვენი საკვები, ამიტომ რა საკვებსაც მივიღებთ, ჩვენი ჯანმრთელობის თითქმის 70% ამაზეა დამოკიდებული. საწვავის გარდა, რა თქმა უნდა, არ უნდა დავიჟანგოთ, ასე უხეშად რო ვთქვათ, უნდა ვივარჯიშოთ და ფიზიკური აქტივობა ძალიან დიდი მნიშვნელობა. სტრესზე უკვე ვთქვით, ამის მართვა შესაძლებელია და ჰაერის დაბინძურებას, რამდენადაც შეგვიძლია, უნდა ავარიდოთ თავი, რამდენადაც შეგვიძლია. თუმცა წნევის გაკონტროლება სახში შეგვიძლია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვეპაროს, იმიტომ რომ ეს არის ნომერ პირველი მკვლელი ზოგადად ადამიანის და მიუხედავად იმისა, წეღან აღვნიშნე, რომ ყველა სიტუაციაში და ყველა ეპოქაში ეს იყო პირველი მკვლელი კაცობრიობის და პირველი მტერი აქედან გამომდინარე, ერთი მინდა კიდე დავამატო, რომ ეხლა მაგალითად ხალხში ცნობილი, უფრო ცნობილი სტენოკარდიის და ინფარქტის სახელით, რასაც ჩვენ უწოდებთ, გულისშემიურ დაავადებას ან კორონარული არტერიების დაავადებას, თუ რაღაცა აი 100 წლის წინ, 80 წლის წინ ეს იყო განაჩენი ფაქტობრივად, ახლა რევოლუცია ამ სფეროში მოხდა. არსებობს კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, სტენტირება, კი, ანგიოკორონარული შუნტი, აორტოკორონარული შუნტირება, რომლის მერე ადამიანები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. მიუხედავად ამისა, სტატისტიკაში მაინც პირველ ადგილს იკავებს და სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს არ მისდევს ახალგაზრდობა. ამიტომ მე რა თქმა უნდა ვურჩევ მთელი ჩემი გულით, რომ სწორად იყვებონ, ფიზიკური აქტივობას არასოდეს თავი არ დაანებონ და იკონტროლონ წნევა, შაქარი და ქოლესტერინის აუცილებლად ერთხელ მაინც გაიკონტროლონ. ძალიან კარგი რჩევა, თავბატონო ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ასეთი ამომწურავი პასუხებისთვის ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მეგობრებო, არაჩვეულებრივი სტუმარი ყავდა დღეს, დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღეთ და ასევე ამომწურავი პასუხები თქვენს კითხვებზე. მადლობა რომ გვიყურეთ, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი, რომ არ გამოგრჩეთ სხვა სიახლეები. დიდი მადლობა.